უჭერს აქაურობა. მიზანს რო ვიცახავ, ხალხო ხდები შეუჩერებელი. აი ესე გიკეთებს რაღაცნაირად. ძალიან ბევრი ფეხსაცმელი, ძალიან ბევრი ტანსაცმელი. საბოლოოდ რა. ჰაი, გამარჯობა. სალამი ყველას. ვინც მიცნობთ, ვინც არ მიცნობთ, გეტყვით რომ მე რამდენად წერ გაცნობის და მისალმების ტექსტს ღმერთო ჩემო. მოკლედ, შესავალს არ გავაკეთებ. უბრალოდ დავიწყებ იმით, რომ კონტენტს ვაკეთებ უკვე 3 წელია და რაღაც მომენტში აი ეს მოხდა და თქვი რომ მოდი იცი რა არის, ანუ აღარ მინდა ქართული კონტენტის კეთება. მინდა რომ ვაკეთო უცხოენოვანი კონტენტი. არ ვიცი, ალბათ ამის მიზეზს მე ნელ-ნელა ჩავუღრმავდები, მაგრამ ზედაპირულად რაც შემიძლია გითხრათ, ის არის რომ ქვეყნიდან მინდა წასვლა. ანუ თავარი მიზანი, რისთვისაც უცხოენოვან კონტენტს ვაკეთებ, რომ ვიმოგზაურო და შემეძლოს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში უვიზოთ, ვიზით, მოწვევით, იმით, ამით ნოლი დაბრკოლება რომ მქონდეს, რომ სადღაც წავიდე და რამდენ ხანსაც მინდა იმდენ ხანს ვიყო. ეს არის ჩემი, არ ვიცი, ცხოვრებისეული მიზანი ალბათ. ეს ჩენელი პირდაპირ ეძღვნება ჩემს გზას ნოლიდან რაღაცამდე, სადამდეც მივალ, არ ვიცი. behind scenes-ებს ჩავწერ, რას როგორ ვაკეთებ და რანაირად, რა დაბრკოლებებს ვაწყდები, როგორ ვუმკლავდები და ვებრძვი საკუთარ თავს, შიშებს, გარემოს და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს ჩენელი იქნება იმისთვის, რომ ჩემს ქართველ აუდიტორიას გაუზიარო ყველაფერი იმის მიღმა, რასაც Instagram-ზე და TikTok-ზე დავდებ უცხო ენაზე. ყველაფერი რეალურად იქიდან დაიწყო, რომ ცოტა ხნის წინ ბერლინში ვიყავი. და მიუხედავად იმისა, რომ მოხიბლული ვარ მეთქი, რომ თქვა, ვერ ვიტყვი. ჩვეულებრივი ცხოვრება არის. ჩვეულებრივად ცხოვრობს ხალხი იქაც ისევე როგორ აქ, როგორც აქ. მაგრამ ანუ საზღვარი უფრო დიდი არის, ხვდებით, ანუ უფრო დიდი გასაქანი გაქვს. არ ვიცი, ადამიანებს თქვენ თუ გაქვთ ხოლმე იმის განცდა, რომ შინაგანი განცდა, რომ რაღაც ანუ დიდი პერსპექტივა გაქვთ, დიდი პოტენციალი გაქვთ და საქართველოში ხართ, ალბათ თქვენც მიხვდებით, რაზე ვსაუბრობ, უჭერს აქაურობა. აი ესე გიკეთებს რაღაცნაირად და როგორც კი საზღვრებს ცდები, თითქოს არეალი იშლება, თითქოს ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეგიძლია და ის 1 კვირა და 2 კვირა თუ 5 დღე არ ყოფნის, რომ შენს რაღაც იდეებს და აზრებს ხორცი შეასხა. ხო და არ ვიცი, ძალიან დიდი მიზანი დავისახე სიმართლე რო გითხრათ და უბრალოდ გადავწყვიტე, რომ ანუ ეგრე უნდა იყოს. გადავწყვიტე, რომ ეს მინდა. გადავწყვიტე, რომ უპრობლემოდ შემეძლოს ყველგან წასვლა, სადაც მომინდება. გადავწყვიტე, რომ ავირჩიო ფინანსური თავისუფლება, გადავწყვიტე, რომ ავირჩიო საზღვრების თავისუფლება. უკაცრავად. გადავწყვიტე, რომ ვიყო თავისუფალი. მენტალურად, ფსიქიკურად, შინაგანად, ფიზიკურად, ყველანაირად. თან რო ლაპარაკობ, მე შინია შიში მიპყრობს, იცით როგორ, აი ყველაფერს ორი მხარე აქვს, ხო, მედალს ორი მხარე აქვს, ანუ შეიძლება რაღაცები კარგი მოხდეს, შეიძლება რაღაცები ცუდი მოხდეს, მაგრამ არ ვიცი, აი უკვე მართლა კიდია რა. აქ რო ვარ, რაღაცას რო ვაკეთებ, რისთვის ვაკეთებ, არ ვიცი. რა დონეზეც არ უნდა წავიდეს ჩემი ფანტაზია, სადღაც აი ამას მიკეთებს. თითქოს სადღაც ბოჭავს და ბოლომდე არ მიშვებს, რომ აი მაინც საქართველოში ხარ, აი საქართველოში ხარ. ვერ აძლევ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ ბოლომდე გაშალო ფრთები. არ ვიცი, თქვენ გონიათ მე ვიცი რა მინდა ბოლომდე ან რისთვის ვიღწვი და ვიბძვი და რისთვის ვშრომობ, წარმოდგენა არ მაქვს. მინდა რომ ვიყო ფინანსურად და ლოკაციურად თავისუფალი. ეს არის ჩემი მიზანი და ჩემი უდიდესი სურვილი. ეხლა რასაც ვაკეთებ, შემოსავალი კი მოაქვს. საშუალო სტატისტიკური ქართველის ყვალობაზე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საკმაოდ ნორმალური და ძალიან კარგი, მით უმეტეს ფრილანსერის ყვალობაზე ძალიან კარგი შემოსავალი მაქვს. მით უმეტეს რომ მე არ ვარ ინფლუენსერი. ან ვიღაცებს ეშლებათ ხოლმე, რომ შენ ხარ ინფლუენსერი. არა, ხალხო, მე არ ვარ ინფლუენსერი, მე ვარ კონტენტ კრეატორი. მე შეიძლება ვიღაცას მოსწონდეს ჩემი ნიშა და მითხრას, რომ იცი რა არის, დაგიკვეთავთ და რაღაც
ჩვენი პროდუქტი გაარეკლამე, მაგრამ ეს არ არის ჩემი მთავარი და ძირითადი შემოსავლის წყარო. ჩემი ძირითადი შემოსავლის წყარო არის გადაღება და მონტაჟი, რასაც ვაკეთებ სხვა ბრენდებისთვის. სადაც მე არ ვჩანვარ საერთოდ, კადრს მიღმავარ. იმდენით არ მაქვს, რომ სიტყვაზე რამე სურვილი თუ მაქვს, რომ ეგრევე ავისრულო, მაგალითად რაღაც ბიზნესში მომინდა ჩადება და რა ვიცი, ბიზნესში ჩავდო. მაგალითად უცებ თბილისიდან მომინდა სადმე გაფრენა და თბილისიდან გავფრინდე. მაგალითად მე მინდა რომ სახლში მოვიწყო რაღაც ახალი მაგისთვის ანუ ყველაფერზე რომ გადავანაწილო არა შეუძლებელი არის. ხო და რა თქმა უნდა ხა ადამიანი რომ ვითარდები და იზრდები, უფრო ბევრად მეტი მოთხოვნილებები გიჩნდება, ხო? მოკლედ, ძალიან ბევრი აი ესეთი პატარ-პატარა რაღაც სურვილები მაქვს, რომელსაც წინ უძღვის ძალიან დიდი მიზანი რა. ხო და არ ვიცი აგერ თქვენ, აგერ მე, აგერ ეს ჩენელი გავაზიარებ ყველაფერს. მოგიყვებით რას ვაკეთებ, როგორანაირად. და ვნახოთ სად წავა, ხო? ანუ ვნახოთ. არ ვიცი, მეც არ ვიცი. ერთადერთი არ ვიცი, ახლა ის მომენტი მაქვს, როცა პროცესო ენდობი, როცა აი რაღაცა მიზანი დავისახე და იმ მიზნისკენ მივდივარ. და ღმერთო ჩემო, რამდენი რაღაც არის გარშემო, რაც გონებას მიფანტავს. მაგალითად, მეგობრებთან აქტიური უნდა იყო, სოციალურად აქტიური უნდა იყო. იქ რაღაც დაბადების დღეზე დაგპატიჟებს, იქ დედა გთხოვს, რომ ნათესავთან გაყვა, იქ ეს, იქ ფრილანსები, რომელიც რეალურად დღეს გიხდის, გაჭმევს და გასმევს, რომელიც ასევე შენი პასუხისმგებლობა არის. ანუ ძალიან ბევრი საკითხი არის, რომელიც ყურადღებას მიფანტავს, მაგრამ ფოკუსი არის ერთი და მე მიზანს რო ვისახავ, ხალხო ხდები შეუჩერებელი. ერთი რაც მაქვს მართლა ეგ არის, რომ რაღაცა თუ მართლა ძალიან მინდა, აი იმისთვის აი ყველაფერს ვაკეთებ. ყველაფერს ვაკეთებ, ხო? ეს მიზნები ძალიან იშვიათად მაქვს. იმიტომ რომ ზოგადად ძალიან როგორ გითხრათ, არამატერიალისტი ადამიანი ვიყავი ყოველთვის და ვარ აი ძალიან მინიმალური მაკმაყოფილებ და ყოველთვის. რავი, როგორ გითხრათ, იმიტომ რომ სულ ეს ფიქრი მაქვს და სულ ეს მომენტი მაქვს, რომ აი რავი, რას უგზავ ამ ყველაფერს საწავებ. კაი, მაქვს ძალიან ბევრი, კაი, მაქვს რაღაცა ძალიან დიდი სახლი, ძალიან მაგარი მანქანა, ძალიან ბევრი ფეხსაცმელი, ძალიან ბევრი ტანსაცმელი. საბოლოოდ რა, ბრენდები ისინი ესენი. ანუ არაფრის მომცემი არის თითქოს რა. საბოლოოდ რას აქვს აზრი? საბოლოოდ ანუ იმას კი არა რომ მაგარი რაღაცა ვიყიდე. იმას როგორ მივედი იქამდე რომ მაგარი რაღაცა ვიყიდე. ხო და ეგ არის ყველაზე საინტერესო. ნეტა კი შევძლებ რომ ის მაგარი რაღაცა ავისრულო, რაც რეალურად დიდად არც მინდა, მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს, აბა ვიზავ თუ არა. ხო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. ჩემს ჩენელზე. და ძალიან მიხარია რომ ეს ყველაფერი გავაზიარე. და ძალიან მიხარია რომ პლატფორმა აქვს, სადაც ქართულად შევძლებ კონტენტის გაზიარებას. ხო, რავი, ჩამოსხედით. უყურეთ. შთაგონდით. იმიტომ რომ მე თუ რაღაცას მივაღწიე ხალხო, ანუ ჩათვალეთ რომ თქვენც მიაღწევთ. მე თუ რაღაც მივაღწიე ძალიან ისეთი ნათქვამი, რას უნდა მიაღწიო, ხო, აი ცხოვრება არის მართლა მე ჩემ თავში მაინტერესებს, რომ აბა თუ გავაკეთებ, აბა თუ შევძლებ, მე თუ შევძლებ და მე თუ რაღაცა გამომივა და მე თუ რაღაც ვიღაცების თვალში და აღქმაში წარმატებას მივაღწევ, ჩათვალეთ რომ ყველას გამოუვა. აი ნახოთ, let's see.